ბოლო კვირაში ამერიკამ ისლამური რესპუბლიკა 300-ზე მეჯერ დაბომბა. ტრამპი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია. ის რეჟიმს ნაგავს უწოდებს. მას რატომ გრძელდება მოლაპარაკებები? ტრამპი აპირებს საქმის ბოლომდე მიყვანას, თუ ისლამურ რესპუბლიკას კიდევ ერთ მაშველ რგოლს აწვდის. ყველაფერს ახლა განვიხილავთ კვადზე. მოგესალმებით კვადზე JNS TV-ზე. აქ ვარ ბელა მირუთისთან ერთად და ჩვენთან სტუდიაში დაბრუნდა დანიელ რაინეს ვალდინგი. ძალიან მოგვენატრე. კლერ ფლერი ჯერ კიდევ საზღვარგარეთაა, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება. ამ კვირაში კი ვსაუბრობთ მთლიანად ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე და იმაზე, რაც ადგილზე ხდება. შეხედეთ, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი ბოლო დღეებში. გუშინ გამიწასტიკად დააბომბეთ ისინი. ისინი ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია. ბოლო ერთი დღეა შეხვედრები ჰქონდა მათთან. გუშინ შეთანხმებას დათანხმდნენ. იდეალური შეთანხმება ჩვენთვის. არც ბირთვული, არც ეს, არც ის, არაფერი. ყველაფერზე უარი თქვეს. და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ. და ერთ საათში მათ დრონი გაუშვეს გემზე. უთხარი, თქვენ ავადმყოფები ხართ. თქვენ ავადმყოფი ხალხი ხართ. ირანის შესახებ აღარ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტა. დასრულდა ცეცხლის შეწყვეტა. მემორანდუმი აღარ არსებობს. ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემთვის ვფიქრობ, ეს დასრულებულია. არ მინდა მათთან საქმე მქონდეს. ისინი ნაგავები არიან. იცი რა არის ნაგავი? ისინი ნაგავები არიან. ისინი ავადმყოფი ხალხია. მათ ავადმყოფი ადამიანები ხელმძღვანელობენ. და ისინი ბოროტი ძალადობრივი ხალხია. და რომ მქონდეთ ბირთვული იარაღი და მოიყენებდნენ მას, რაც შემეხება მე, ეს დასრულებულია. შენს მოლაპარაკებლებთან ვილაპარაკე. მათთან ურთიერთობა დროის ფუჭი კარგვაა. ისინი მათგვარები არიან, რაღაც არაბ წესრიგში. ისინი გიჟები არიან. როგორც ხედავთ, ტრამპს ნამდვილად არ მოსწონს, რაც ხდება. არ მინდა ვთქვა, რომ გითხარით, მაგრამ მაინც ვიტყვი, რადგან მართლა გითხარით. რას ფიქრობ ამ ყველაფერზე, რუთი? ფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი, ხო იცით, სულ დაბნეულობაში ვიყავით. დღეს ერთ სიტყვა, მეორე დღეს მეორეს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის საკმაოდ თანმიმდევრულია იმაში, რასაც ამბობს. ასევე ამბობს, რომ მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ კიდევ შანსს ხედავენ. და თუ მათ სურთ სადონ, ნება მათია, მაგრამ მე ამას ვერ ხედავ. და თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, თუ ისლამური რესპუბლიკა შეთანხმებას დადებს, ისინი მას არ შეასრულებენ. ტრამპმა იცის, მან ეს იცის, მაგრამ აი პრობლემა, როცა რაღაცას აბსოლუტურად იცნობ, მერე რაღაცის გაკეთება გიწერს. ეხლა ის რაღაცას აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ის ბომბავს სტრუქტურებს, ბომბავს გამშვებ მოწყობილობებს, მაგრამ სრულმასშტაბიან ომს არ იწყებს. მას ეს არ უნდა, აშკარად არ უნდა, მან თვითონაც თქვა ეს. მას დიპლომატია ურჩევნია. ეს არ იმუშავებს. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მას უბრალოდ ნოემბერში შუალედურ არჩევნებამდე მისვლა სჭირდება და მერე ვნახავთ. პირადად მე ვფიქრობ და რომ ვუჩევდე მას, ვეტყოდი, მოусმინე, შენთვის უკეთესია შუალედური არჩევნებისთვის თუ გამარჯვებას მიაღწევ. ამერიკელებს გამარჯვება უყვართ. მათაც კი მოусმინე, მე ვიცნობ რესპუბლიკელებს, ისრაელის მხარდამჭერ რესპუბლიკელებს, რომლებმაც მითხრეს, ჩვენ ომის წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ თუ უკვე ომში ვართ, მოდი მოვიკოთ. კი, სწორია. და ვფიქრობ, შეცდომაა ვიფიქროთ, რომ იცი, ანტისაომარი მოძრაობის ყველაზე პრიმიტიული ფენა მას შუალედურ არჩევნებში დაეხმარება, ხო? მეც ასე ვფიქრობ. ანუ ეს ერთ-ერთი ჩემი კრიტიკაა. ვფიქრობ, ეს არასწორია. მესმის, რომ შუალედური არჩევნები მისთვის დიდი საკითხია, მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ რეჟიმის ხელში თამაშობს. არის კიდევ ერთი ფაქტორი ამ ამბავში, რომელიც ამ კვირაში გავრცელდა. მკვლელობის შეთქმულება. ხო. იცით, ჩვენ გავიგეთ Wall Street Journal-დან ამ თვის მე-9 რიცხვში, მგონი ასე იყო, ნატოს სამიტის შემდეგ თურქეთში, რომ არსებობდა კონკრეტული შეთქმულება აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ. ამან ცოტა შეცვალა მისი გეგმები, ან სად იყო, ან როგორ დატოვა თურქეთი მგონი. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით ამაზე მეტი დეტალი, მაგრამ ვნახეთ მისი რეაქცია ამაზე, როცა ის საუბრობდა იმაზე, რომ 1000 რაკეტა არის მიმართული ისლამური რესპუბლიკისკენ. ძალიან მკაცრი სიტყვებია ტრამპისგან. ამის ვიდეოც გვაქვს, მოდით ნახოთ. რადგან ამის შემდეგ რელიგიური ავტორიტეტები და ფაკიჰები ამ ბინძურ არსებას შეზღუდეს და მას არყისუნი დაადეს, ეს მექანიზმი სჭირდება, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს, ან აუცილებლად ეს წარდგენა მოხდეს, მექანიზმი სჭირდება, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და ეს ფეტვა აუცილებლად შესრულდეს. და ეს საკითხი აქ არ არის, ეს იმ საქმისთვისა,
რასაც ხალხი აკეთებს. სად არიან იქამდე, სანამ შეერთებული შტატების ბედი გადაწყდება. ის არ ვიცი, რატომ აკრიტიკებენ საბჭოთა კავშირს. ისინი ხომ კომუნისტებს უყვართ, მაგრამ გადაუხვიეთ თემას. როგორც არ უნდა იყოს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მოკლან. ვიცით, რომ არაერთხელ სცადეს. ბელამი, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? ვგულისხმობ, ვის არ უყვარს დრაგად გამოწყობილი ვირთხა. თითქოს მე ვუსმენდი, ან რჩევას მივიღებდი მსგავსი რაღაცისგან. გონია, რომ საოცარია ესეთ დროს ცხოვრება, როცა ეს არის ზუსტად ის, რასაც ბავშვები უსმენენ და ამაზე იზრდებიან. და რომ ახალგაზრდა თაობა სწორედ ამას ემხრობა. ეს ნამდვილად ისაა, რაც მათ სურთ. და მათ ასევე არ ესმით მაგალითად ამერიკელ ბავშვებს, როცა უნდა ვუთხრა, გესმით, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ფავარსარდლის უსაფრთხოება ასევე თქვენი უსაფრთხოებაც არის. არ არსებობს გაგება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი სხვადასხვა დონეზე. თქვენ ფიქრობთ, რომ შეთქმულება თქვენი ამჟამინდელი პრეზიდენტის მოსაკლავად მოგწონთ ის თუ არა? არ გიყენებთ საფრთხეში და არ აყენებთ საფრთხეში თითოეულ ამერიკელ სამოქალაქო პირს მთელ მსოფლიოში? ეს ჩემთვის გაუგებარია. დიახ, თითქოს ბოლო დროს პოლიტიკურ ძალადობას ჩუმად ამართლებენ. და იცით, ვფიქრობ ვითხოვდი, რომ ამის დიდი ნაწილი ისეთი ადამიანებისგან მოდის, როგორიცაა ჰასან ბაიქერი და რადიკალური მემარცხენეები, რომლებმაც ეს რიტორიკა თითქოს ნორმად აქციეს. და შემდეგ ხედავთ რეაქციას მეორე მხარესაც. და ეს ძალიან საშიშ ადგილამდე მიდის. მაგრამ იცით, ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის ძალიან ერთგული იყო დასავლელი ლიდერების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდაციის მიმართ. ეს ნაწილი სინამდვილეში ახალი არ არის. მაგრამ იცით, ჩვენ ეს დაკრძალვაზე ვნახეთ. შენ ნახე ის სცენები, დანიელ. სიგიჟეა, უბრალოდ. ჩვენ მოვკლავთ ტრამპს ყოველ შენობაზე. აკუიატებული. იქნებ views პანელისტები გახდნენ. შეიძლება. ჩემი აზრით, ფიქრობ, რომ აშშ და ისრაელი სრულ თანხმობაში არიან. ფიქრობ, ეს ყველაზე სიონისტური ადმინისტრაცია, რაც გქონია. ფიქრობ, რომ კულისებში რაღაცები ხდება, რაზეც ჩვენ არ ვიცით და ამან თითქოს პროცესები შეანელა. მაგრამ სოფლიო ფაქტობრივად ცეცხლში იყო. ბევრი რამ ჰქონდათ გასაკეთებელი, მათ საზღვარი უნდა დაეცვათ. მათ უნდა დაეწყოთ მილიონობით ადამიანის დეპორტაცია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად შევიდნენ. და ასევე ჩვენ საუბრობთ ირანის ხალხზე, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ტყვეობაშია, მაგრამ ევროპაც მათთან ერთადაა. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნილია, ის რაოდენობა ძინარე უჯრედებისა, რაც ევროპაში უნდა იყოს, მე ვერც კი ვიაზრებ. მაგალითად, ჩემს ძველ უბანში, ევროპაში, ბერლინში, ISIS-ის უჯრედი გამოავლინეს. და ასე რომ მე ბოლო რამდენიმე თვე ევროპაში ვიყავი. კატარი და ალჯაზირა არც კი არის მთავარი პრობლემა. ეხლა ეს უკვე ეროვნული ამბავია. ის ბავშვები, რომლებიც ამ ფლოტილიებში მიდიან, ბელგიაში ბრუნდებიან და მათ 1 საათს ეროვნულ ახალ ამბებში ინტერვიუს უღებენ. უბრალოდ იტყუებიან ისრაელზე. ეს რომ დასავლეთის შიგნიდან რღვევა და დასავლეთის რადიკალიზაცია უბრალოდ შოკის მონგრელია. დიახ, თითქოს მათ აიღეს ეს ექსტრემისტული რიტორიკა, რომელიც მათ კულტურაში ასე ნორმალიზებულია. და იმიგრაციის ტალღის ნაცვლად, რომელიც დასავლეთში მოდიოდა იმის სურვილით, რომ დასავლური ღირებულებები მიეღოთ და საზოგადოებაში ინტეგრირებულიყვნენ, მათ თავიანთი საზოგადოებების ყველაზე უარესი მხარეები ჩამოიტანეს. უბრალოდ შემაშფოთებელია ის, რასაც ხედავთ. კიდე უფრო უარესია შობლები ქვეყნებიდან, მესამე სამყაროს ქვეყნებიდან. ვიცი, რომ ეს არ უნდა ითქვას. მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებიდან, რომლებიც ემიგრირებენ, იქნება ეს ლეგალურად თუ არალეგალურად, დასავლეთის სხვა ქვეყნებში, იმისთვის, რომ მათი შვილები დასავლეთში განათლებას იღებდნენ და უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ. და ბავშვები, და ესეთი ბევრი შემთხვევა, ბავშვები დადიან კარგ სკოლაში, კარგ უბანში, მაგრამ სახლში დაბრუნებისას ადგილობრივ მეჩეთში შედიან და რადიკალიზდებიან. ამ შობლებს უნდათ ბრიტანეთში ან ამსტერდამში წასვლა, სადაც იცით, მათ სურდათ წასულიყვნენ ისეთ ადგილას, სადაც მათი შვილები სიღარიბეში და ისლამისტური იდეოლოგიით არ გაიზრდებოდნენ. და აი დასავლეთში ისინი რადიკალიზდებიან. მართლა შემაშფოთებელია ის, რასაც ვხედავთ. ანუ ისევ და ისევ ერთი და იგივე ამბავი მეორდება. თქვენი ფიქრებდით, რომ ექსტრემიზმი ხდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ირანი, რადგან იქაც იგივე იდეოლოგიით ზრდიან ხალხს. მაგრამ ხედავთ ირანელი ხალხის უარყოფას.
ისინი სრულიად წინააღმდეგი არიან ამის. ასე რომ ხედავთ იმ დროშებს, ისრაელის და ამერიკის დროშებს და ისინი უბრალოდ გვერდს აუვლიან მათ. მაშინ როცა დასავლეთში ახალი თაობა ადამიანების ამ ხარს უჭერს პოლიტიკურ ძალადობას და ფიქრობს, რომ ეს არის გზა წინსვლისთვის, როცა რამეს არ ეთანხმები. და ეს ნამდვილად ისლამისტური აზროვნება. იცი, თუ არ მეთანხმები, მაშინ ნებადართულია შენი მოკლა. ძალიან შეშფოთებული ვარ. როცა ვსაუბრობთ რა არის ნამდვილი პრივილეგია დასავლელისთვის, ეს განსაკუთრებით მაშინ გავიგე, როცა აშშ-ში გადავედი. ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად პრივილეგირებულები არიან ადამიანები, თუნდაც ყველაზე ცუდ სიტუაციაში. იმიტომ რომ ესეთ ცხოვრებაზე ფანტაზირება და ესეთი უკიდურესი აზროვნების სურვილი, პოლიტიკური ძალადობის მხარდაჭერა და ესე შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენელი. მოგწონთ თუ არა, სიგი ფლიკერმა ყველაზე კარგად თქვა ეს. ეხლა ვაპირებ თხების პოპულაციას ვაგინო. თუ გინდა იყო ესეთ პრიმიტიულ, ძველ სამყაროში, მაშინ ეს ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად წავიდა. ეს მხოლოდ განათლების სისტემა არ არის. ეს მხოლოდ საზოგადოებები არ არის. ეს მხოლოდ, იცი, ჩვენი ლიდერები არ არის. რაღაც არასწორად წავიდა. და სამწუხაროდ ეს უკვე კარგა ხანია ამ მიმართულებით მიდის. ეხლა ძალიან შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ, სადაც თითქოს წლებია ვიმეორებთ და ვამბობთ, რომ რაღაც არასწორადაა. და ეხლა თითქმის გვიწევს მათი დერადიკალიზაცია, რადგან ისინი უკვე რადიკალიზებულები არიან. დიახ, ისინი რადიკალიზებულები არიან. ეს ერთ-ერთი სტრატეგია ისლამისტებისთვისაც, რომ მარცხენა ფრთას დაუმიზნონ, რადგან მათ ხშირად არ აქვთ კარგი შეგრძნება იმისა, რა არის მორალური სწორი და რა არასწორი. ასევე ისინი ძალიან ადვილად მანიპულირებადები არიან. ბევრი ინდოქტრინაცია ხელოვნების საშუალებითაც ხდება. ამიტომ ესე ხდება. პოეზია. ამიტომაც ყოველთვის შარფებისა და ზეთისხილის ხეების გამოსახულებებია. იცით, სასაცილოა, რომ პოეზიაზე ამას ამბობთ, რადგან ხამენეის დაკრძალვიდან ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული ვიდეო იყო ლექსის წაკითხვა იმის შესახებ, რომ ყველა სვალია აშშ-ის პრეზიდენტის მოკლა. ვაუ. ხო, ესეა, ისინი ამას იყენებენ რადიკალიზმის გასავრცელებლად. ამას იქაც ვხედავთ და დასავლეთშიც ვხედავთ. მაგრამ მინდა ისევ დაუბრუნდე მკვლელობის თემას, რადგან ძალიან მინდა ვისაუბროთ იმაზე, რას ვფიქრობთ, რა მოხდება. გონია, რომ ტრამპმა თქვა, იცი, მგონი ზუსტი ციტატაც გვაქვს. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გთხოვა მოლაპარაკებები გაგვეგზელებინა. ჩვენ დავთანხმდით ამას, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მათ მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია. დიდი ასოებით დასრულებულია. რას ნიშნავს ეს რუთი? რა ხდება შემდეგ? ხო, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც თქვა, რომ დასრულებულია. ანუ მოლაპარაკებები ისინი ამას თავიდანვე ამბობდნენ. ხალიბაფმა თქვა, რომ არ არსებობს. და მათ დაარღვიეს ურთიერთგაგების მემორანდუმი და ეს ყველაფერი სისულელეა. და ძირითადად მათი ბოლო საბაბი ისაა, რომ ისრაელსა და ლიბანს აქვთ შეთანხმება, რომ ლიბანი ჰეზბოლასგან გაათავისუფლონ. და ისლამური რესპუბლიკის მოლაპარაკებლებლის თქმით, ეს არღვევს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რადგან ჰეზბოლა, რა თქმა უნდა, ირანის განშტოებაა და ეს ჩვენ გვეხება. ასე რომ, თავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ბლა და ერთი რამ ვიცით, მე არ ფიქრობ, რომ ისინი პრეზიდენტის კვლელობაში წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ ისინი ცდილობენ რაღაც გვარი გათანაბრება მოახდინონ. კარგი. ხამენე ისრაელმა მოკლა სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ხშირად ცდილობს ამაზე კრედიტი აიღოს, მაგრამ იდეა ესეთია. კარგი, ჩვენ, ვთქვათ, მოკავშირეებმა მათი ლიდერები მოვკალით და შესაბამისად მათაც აქვთ უფლება ჩვენი ლიდერები მოკლან, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ადამიანებზე, მაგალითად ბენ შაპიროზე, რომელიც ქვეყნის ლიდერი არ არის. ეს კი დიდი პრობლემაა, რადგან სულელი მემარცხენეები ამას ნამდვილად იჯერებენ. იცით, ზუსტად ისე, როგორც ისინი ამ არგუმენტსაც იჯერებენ. თუ ისრაელს ბირთვული იარაღი აქვს, რატო არ შეიძლება ირანსაც ჰქონდეს ბირთვული იარაღი? ეს სიბრიყვეა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა აიათოლა ხომეინიმ ირანი 1979 წელს ჩაიგდო ხელში. იცით, იმ დროს ორი რამ მოხდა. იმის გარდა ჯიმი კარტერი პრეზიდენტი იყო და სრულიად უძლური იყო. თითქოს არაფრის გაკეთებია შეიძლებოდა და ასე შემდეგ. როცა ეს მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ ადამიანები, ამერიკელები, რომლებიც თითქოს მოულოდნელად აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში. მაგრამ მაშინ ინტერნეტიც არ არსებობდა.
იფიქრებდით, რომ დღეს, როცა ინტერნეტი და ინფორმაცია არსებობს, უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა, რამდენად საშინელია ეს ყველაფერი, ვიდრე ნაკლები. თქვენ თქვით, რომ საინტერესოა, როგორ არ არიან ირანის ხალხი კმაყოფილი თავიანთი რეჟიმით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ინდოქტრინაცია ჩაუტარდათ, ისინი არ გაიზარდნენ ამ რეჟიმში და მაინც არ არიან კმაყოფილები. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკაში ირანელები, რომლებიც ხომეინის მოსulis შემდეგ წლების განმავლობაში გადავიდნენ ამერიკაში, მტკიცედ პროდასავლურებად დარჩნენ. დიახ. და ეს განსხვავდება კამპუსებზე მყოფი მემარცხენეებისგან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტებისგან. და ეს შეიძლება იყოს იმიტომ, რომ დასავლეთში მცხოვრები ირანელებისგან ხარდაჭერა მოდის. თქვენ ხედავთ, ისინი გამოდიან რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტოდ და არა მის სასარგებლოდ. გულისხმობ ჩვენ ყველანი ვხედავთ ბევრ ფულს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, ასევე კატარისგან, რომელიც მიედინება მემარცხენეებისკენ, განსაკუთრებით ამერიკაში. ჩვენ ვიცით აშშ-ში სადაზვერვო ანგარიშებიდან, რომ ირანი იყო ჩართული. ბოდიში უნდა და რა თქმა უნდა, კატარის ფული ყველგანა ამ საკითხში დასავლეთში. მაგრამ ხო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. დასავლეთი უფრო პროისლამისტური გახდა, ვიდრე თავად ირანის ხალხი. მაგრამ მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ტრამპის პასუხი ამ ყველაფერზე? ფიქრობთ, რომ სამხედრო აქტივობის ზრდას ვიხილავთ? უკვე ცოტათი დავიწყეთ. ვხედავ, რომ ბოლო შეტაკება ახლახან დასრულდა. ისლამური რესპუბლიკა ახლა სხვა არაბულ ქვეყნებს უტევს სპარსეთის ყურეში. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად მეტი მოძრაობა იქნება, როცა საქმე სამხედროების შემოსვლას და თითქმის ძალით მათზე ზეწოლას შეეხება. რათა ისინი რეალურად რაღაცას გააკეთონ. იმიტომ რომ თუ რამეს ამბობ, უნდა გააკეთო კიდეც. მათ რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეიძლება ეს ჩემს თავშია, ან ეს კონსპირაციულია, ან შეიძლება ესეც გეგმის ნაწილი იყო. ისე გამოვიდა, რომ მათ პირდაპირ რამდენჯერმე სცადეს მისი მოკლა, ეს აშკარად იყო, მსოფლიომეს დაინახა. და მაინც თქვეს, არა, ეს ტყუილია, ეს ამ ყველაფრის ნაწილია. ეხლა კი რეჟიმი პირდაპირ გეუბნება, რომ შენი საქმეა დარწმუნდე, რომ მას მოკლავ. და მაინც ეცდებიან როგორმე манипуляცია გაუკეთონ სიტუაციას და თქვან, რომ ხო, თქვენ მოკალით მათი ლიდერი. ესე რომ თითქოს თქვენთვისაც გამოგადგებათ ეს ამბავი. იმედია გეგმა უფრო დიდია, ვიდრე ვინმეს ჩემნაირი პატარა უმნიშვნელო ადამიანის დონეზე შეუძლია იცოდეს. როცა არანაირი ინფორმაცია, არანაირი დაზვერვა, არაფერი გაქვს, მაგრამ მართლა ძალიან მინდა, რომ მან ეს სერიოზულად მიიღოს, ისე რომ საქმე მხოლოდ იმაში არ იყოს, ირანის ხალხს უბრალოდ სახლებიდან გამოსვლის და ქუჩაში უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცეს. არ უნდა გაჩერდნენ. მათ უნდა დაიბრუნონ კონტროლი იმ ირანზე, რომელიც სურთ. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათ ვეღარავინ დააშინებს და ვეღარავინ აიძულებს რამეს. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეხლა აპირებ დაემუქრო საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სიდი შენს წინააღმდეგ არიან. და მათ გამოიყენებ უბრალოდ ბრბოს შესავსებად. რადგან იცი, რომ არავინ მოვა და არ დაგესხმის თავს. ეს რაღაც ფსიქოლოგიურად არასწორი და საშინელი რამეა, როცა ამბობ მოგკლავთ. მოიმარჯვე შენი შავი მზე და წადი, დადგი ბრბოში, რადგან ჩვენ რაოდენობა გვჭირდება. ისინი მათ ზუსტად ისე იყენებენ, როგორც ჰამასი იყენებს საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად. იმედი მაქვს, რომ ის მართლაც რაღაცას გააკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და დაცვას არ ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვისაც. დასავლეთი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. და მე ვერავის ვენდობი, ვინც ლიდერის პოზიციაზე მოდის, როცა ეხლა, როგორც ამერიკის მოქალაქე, თავს არც სახში და არც გარეთ უსაფრთხოდ არ გრძნობ. იცით, ორივენ ძალიან საინტერესო რამ წამოაყენეთ და ეს არის ცრუ გათანაბრება. ანუ უმაღლესი ლიდერი მოკლეს და ამიტომ ყველაფერი დასაშვებია. ეს კომენტარებიც კი მინახავ სოციალურ მედიაში, აქ, ისრაელში მცხოვრები ადამიანებისგან. ხო, ჩვენ ხო მათი უმაღლესი ლიდერი მოვიშორეთ. დიახ, უმაღლესი ლიდერი, რომელიც პირდაპირ აშშ-ს ევროკავშირის და სხვა მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული IRGC-ის ხელმძღვანელია. ეს ტერორისტია, ხომ გესმით? ის მხოლოდ სულიერი ლიდერი არ არის, ის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერიც არ არის. ის ტერორისტია, რომელსაც 10,000-ობით ადამიანის, სინამდვილეში კი 100,000-ობით ადამიანის სისხლი აქვს ხელებზე, თუ ირან-ერაყის ომს გავითვალისწინებთ. 100,000-ობით ადამიანის სისხლი აქვს მას ხელებზე. ის სასტიკი ველური დიქტატორია, რომელმაც დაიმსახურა ყველაფერი, რაც მას დაემართა. სინამდვილეში ის ბევრად უარეს იმსახურებს.
ამიტომ ეს შედარება აბსურდულია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ ნებისმიერ დასავლელ ლიდერზე. ეს ერთი და იგივე არ არის. ჩვენ საუბრობთ ლიდერზე, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია თავისი ხალხის წინაშე. მან ძალადობრივი გადატრიალებით მიაღწია ამას. და თქვენ ამას ადარებთ დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს, მოგწონთ ის ადამიანი თუ არა. ეს უბრალოდ უაზრობაა. ეს რობერტ მუგაბესაც კი ღირსეულ ადამიანად წარმოაჩენს, ხო გესმით? ხო, და ეს უკვე ბევრია. მართლა დასავლეთში დემორალიზაციის დონე და ის თუ როგორ გააფუჭა საინფორმაციო მედიამ ხალხის გონება და ეს უბრალოდ შოკის მომგვრელია, მართლა შოკია. უკვე თვითონ ის იდეაც კი, რომ შენი თანამოქალაქე ტერორისტულმა ორგანიზაციამ, მაგალითად ASS-ს მიერ ტერორისტად აღიარებულმა ორგანიზაციამ გაიტაცა და შენ ტერორისტების მხარეს დგახარ, რომლებმაც შენი მოქალაქეები მოკლეს და გაიტაცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მიწა წაართვეს. ეს შეშლილი ისლამისტური პროპაგანდის ნარატივია, რომელიც ყველამ ვიცით, რომ აბსურდულია. ის ფაქტი, რომ ხალხი მაინც ამ ილუზიას ეჭიდება, უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ ნახეთ როგორ ხედავდნენ ადამიანები მძევლების პლაკატებს. ხო, კარგი. ეს იყო, ერთი რამეა, როცა ამბობ. კარგი, შენ გძულს პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი. ესენი უდანაშაულო ქალები არიან, ჩვილები, პირდაპირ ჩვილები ეს ადამიანები არიან. და იცი, ბელამი, შენ ახსენე პრივილეგია. უნდა გითხრა, როგორც ამ მაგიდასთან ყველაზე უფროსი ადამიანი, შემიძლია გითხრა, რომ ეს პრივილეგია უბრალოდ გულისამრევია. რადგან თუ ქალთა მოძრაობას მაგალითად აგვიღებთ, ჩემს დროს ამას ქალთა გათავისუფლებას ვეძახდით, არა ფემინიზმს, ან იცი, მეთუს, ყველაზე დიდი ფარისევლები იყვნენ ის ქალები, რომლებიც ქალების მდგომარეობაზე ჩიოდნენ, მაგრამ არა იმ ქალებზე, ვისაც რეალურად სჭირდებოდა დახმარება. ესენი იყვნენ ქალები, რომლებიც ჰარვარდში და პრინსტონში სწავლობდნენ და ყველაფერს იღებდნენ, რაც უნდათ, ნებისმიერ სამსახურს, რაც უნდათ. და ისინი წუწუნებენ და ბუზღუნებენ. ეს პრივილეგია, ეს ჰოლივუდია, ეს აკადემია. ამ სამყაროში არიან ქალები, განსაკუთრებით კი ისლამურ რესპუბლიკაში და სხვაგანაც, რომლებიც ნამდვილად დაჩაგრულები არიან და მათზე ნამდვილად ძალადობენ და მართლა ჩაგრავენ. და თქვენ ამას არ ხედავთ გაეროში ან სხვაგან, ვინც ამ ქალებს იცავს. მხოლოდ ის გესმით, იცით, ჰარვი ვაინშტაინი და ჰოლივუდის ვარსკვლავები. კი, მე ვფიქრობ, რომ საშინელია ის, რაც ჰოლივუდში იმ ქალებს დაემართათ, მაგრამ ამას ვერ შეადარებ ქალებს, რომლებიც ქუჩაში იმითო ხოცავენო სახე არ აქვს დაფარული. ეს მთელი გენდერული აპარტეიდის სისტემაა, უბრალოდ სიგიჟეა, რაც იქ ხდება. მაგრამ მინდა გავაგრძელო ღაზაზე, რადგან თქვით, რომ ყოველ კვირას მოვიტანთ ამბავს, რომელიც სათაურებში არ ჩანს. და ნამდვილად ბევრი ასეთი ამბავია ღაზადან. ამ რეგიონიდან მთლიანად, მაგრამ განსაკუთრებით ღაზადან. და ამ კვირაში ვნახეთ, რომ თითქოს ჰამასი რაღაცნაირად თმობს კონტროლს. რაღაცას ღაზის სექტორში, რაღაცას შლის. იმისთვის, რომ წინ წაიწიონ ამ მშვიდობის საბჭოს ინიციატივის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტა, ის ტიპის ცეცხლის შეწყვეტა, რაც მიმდინარეობს. მე აშკარად არ ვარ დარწმუნებული ამაში. ვფიქრობ, ეს მთლიანად ჰამასის მხრიდან იმიჯის შეცვლის მცდელობაა. ისინი იარაღზე არ ამბობენ უარს, ეს არის მთავარი მინიშნება. ისინი ძალიან მტკიცედ აცხადებენ, რომ იარაღს არ ჩააბარებენ, რაც რა თქმა უნდა სრულად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის იმ პირობებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა წამოაყენა. რუთი, რას ფიქრობ ამაზე? ეს წინ გადადგმული ნაბიჯია თუ სისულელეა? ეს სრული სისულელეა. სანამ ისინი იარაღს აკონტროლებენ, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ აბსურდია. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, კარგი, ნაგვის გატანას და გადასახადებს ხვები მიხედონ, ან რაც არ უნდა იყოს, მუნიციპალური სერვისები, სამოქალაქო ცხოვრება. მით უმეტეს მათთვის უკეთესია, რომ იარაღი აკონტროლონ და გაიგონ, როგორ ააშენონ მეტი გვირაბი და როგორ მოკლან მეტი ადამიანი. არა, ეს სრული ტყუილია. და ღაზაში არსებულს მშვიდობის საბჭოს რო ეძახდნენ, ესეც იცით, ისევ ახლო აღმოსავლეთში, როცა სიტყვა მშვიდობას გაიგონებთ, თავი უნდა დახაროთ. კარგი. ხო, ესე რომ მე ერთადერთი შეიძლება ითქვას, ერთადერთი ოპტიმიზმის საფუძველი რაც მაქვს, ეს არის. ვხედავთ, რომ ჰამასი უნდა შეაკავონ. ჯერჯერობით მაინც, რადგან სარაკეტო თავდასხმები არ ყოფილა და ისრაელი აკონტროლებს, ვიტყოდი, ტერიტორიის 60%-ს,
და თუ ისრაელი არ დაიხევს უკან და იცით მტკიცედ დაიცავს თავის პოზიციას იმაზე რაც უნდა გააკეთოს ყოველ ჯერზე როცა ტერორისტი თავს წამოწევს მაშინ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ვიდრე ადრე ვიყავით უკვე უფრო უსაფრთხოდ ვართ ვიდრე 2023 წლის 6 ოქტომბერს ვიყავით მაგრამ კიდევ ერთხელ იცით ეს დასავლელი ფანტაზიურები რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო არის ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ზომიერები იქნებიან. პალესტინის ადმინისტრაციაში პალესტინელი ზომიერები არ არსებობენ. ეს პალესტინის ადმინისტრაცია, რომელმაც ის ბავშვები გაზარდა, რომ ჰამასის წევრები გამხდარიყვნენ და უხდის მათ სტიპენდიებს, როცა ისინი კლავენ ებრაელებს, ქრისტიანებს და უცმუნო მუსლიმებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვენდობი. იცით, საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი რამ, რაზეც ახლა საუბრობენ, არის ის, რომ სურთ პილოტური ზონები, საიდანაც ისრაელი გაიყვანს ჯარს, დაახლოებით ლიბანის შეთანხმების მოდელის მსგავსად. სხვაობა ისაა, რომ ლიბანს აქვს სრული სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს და არმია, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს, სხვათა შორის არა ჩვენი. ლიბანის არმიას გულისხმობ. რა ხდება ღაზაში? რას ფიქრობენ, რა მოხდება ამ წინადადებით? ჩემთვის ეს უბრალოდ სრულ ბოდვას გავს. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობის საბჭო მნიშვნელოვანია, რადგან გვჭირდებოდა რაღაც საერთაშორისო ორგანო, რომელიც დასავლეთზე ორიენტირებული იქნებოდა. გაერო იმდენად კორუმპირებულია, რომ ეს უბრალოდ სასაცილოა, ეს უბრალოდ ხუმრობაა. უნრვაში იყვნენ წევრები, რომლებიც 7 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობდნენ და მძევლები ჰყავდათ. და ფაქტობრივად უნრვა ფაქტობრივად ცეცხლის გამჩენია, ხოლო ჰამასი იყო თავად ცეცხლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ უნდა შექმნილიყო, რათა გრძელვადიანი გეგმა შემუშავებულიყო იქ მყოფი ადამიანების მართვისა და დერადიკალიზაციისთვის. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის რაღაც, რასაც წლები დასჭირდება. დიახ, ნამდვილად. აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს. დიახ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით, რაც ისაა, რომ არსებობს ძალისმიერი მხარე, რომელიც ჩემი აზრით უაზრობაა და ისინი ვერაფერში მიაღწევენ წარმატებას. მაგრამ ასევე არსებობს გარკვეული იმიჯური მხარე. და ეს მართლაც საინტერესო საკითხია, რადგან გარკვეულწილად მშვიდობის საბჭო ძალაუფლებას ართმევს გაეროს. და ის ართმევს ღაზაზე წდომას იმგვარ მონოპოლიას, რაც გაეროს ჰქონდა, რომ გაეკეთებინა ყველა ის აბსურდული რამ, რასაც უნრვა და სხვა დაერო სააგენტოები აკეთებდნენ ღაზაში, ჰამასთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან მუშაობით, მათთვის საფარის მიცემით, რაც ბევრად ართულებს მათ მდგომარეობას. ამ მხრივ ეს უარყოფითი რამ არ არის. უბრალოდ არასაკმარისია. ბელამი, რას ფიქრობ? ბელამი, რას ფიქრობ მშვიდობის საბჭოზე? არა, ანუ მე მომწონს ის იდეა, რასაც მშვიდობის საბჭო ეხლა წარმოადგენს. და ვფიქრობ, როგორც შენს თქვი, ეს თითქოს აშორებს ყურადღებას იმ სიცრუეს. თითქოს ყვასი, აფრიკელი ბავშვი 90-იანი წლების გადახდილი მსახიობით, რომელიც ბუზს თამაშობს, დარბის. ეს არის ოცნება, რაც ხალხს ჯერ კიდევ გონია, რომ გაეროა. და სინამდვილეში ამას არაფერ საერთო არ აქვს იმ ყველაფერთან. რადგან დარწმუნებული ვარ, სადღაც აფრიკაში ის ბავშვი ისევ დარბის, მაგრამ არავინ იცის რა მოუვიდა მას, რადგან რასაც არ უნდა დახარჯავდე, Starbucks-ში Smart Water-ზე 99 ცენტს ხარჯავ. მართლა იცის სად წავიდა ეს ფული? არა. ესე რომ, როცა მშვიდობის საბჭოზეა საუბარი, სულ მცირე, მე საკმარისი პატივისცემა მაქვს იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც შეძლეს და მოვიდნენ პლატფორმაზე ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან საკამათოა და ყოველთვის ესე იყო. ანტიდასავლური და პოლიტიკურადაც და ყველა მხრივ თითქმის ტერორიზმისკენ იხრებოდნენ. თუ იცით, ისინი ტერორიზმის წინაშე ქედს მოიხრიან. ისინი ტერორისტებს ხელს ჩამოართმევენ. მაგრამ ეხლა როცა რეალურად შეგიძლია მიხვიდე და მათგან მოშორდე და თქვა, კარგი, მოდი გადავწიოთ ფარდა. ვიხარ შენ. ასე რომ ჩვენ მე ჯერ კიდევ არ ვიცი რა არის მშვიდობის საბჭო. ფიქრობ, ყველა ძალიან კარგად გამოიყურება სურათში, მაგრამ მე მაინც ველოდები. მაგრამ რაც შეეხება ღაზას, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც მოხდა, არა მხოლოდ როგორც დროებითი გამოსავალი, არამედ ფარდა იწია. და მათ ვინც მაინც ირჩევს მის უკან ცხოვრებას, წარმატებებს უსურვებ. გულისხმობ, არ ვიცი, არსებობს თუ არა გზა, რომ ეს რამე რეალურად ფუნქციონალურად გადაიქცეს ისრაელის თავდაცვის ძალების სრული თანამშრომლობის გარეშე, რაც შემდეგ დააშორებს იმ ადამიანებს, ვინც აქამდე მხარს უჭერდა.
ეს რომ არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ეს, ხო გესმით, ისინი ცდილობენ საერთაშორისო ძალა შექმნან ან რაღაც მსგავსი. ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენად ეფექტურია ესეთი ძალები. ეს ლიბანში ვნახეთ, როცა იქ იყო გაეროს დროებითი ძალები, UNIFIL, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარის დახარჯვის შემდეგ. ასევე ვნახეთ ეს სხვა საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში და სხვა კონფლიქტებშიც. დიდად არ მჯერა ამის. და იმედი მაქვს, რომ ვცდები. როგორც ბოლო დროს ბევრი რამეში, ძალიან გამიხარდებათ უცდები. მაგრამ უნდა დაველოდოთ, ანუ ალბათ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი, დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ ნამდვილად საინტერესო მოვლენებია. მაგრამ მინდა გადავიდე ჩვენს ნაძირალებსა და გმირებზე, ჩვენს ყველაზე პოპულარულ რუბრიკაზე აქ, კლატში. ვიცი რომ როგორც ყოველთვის ნაძირალებით ვიწყებთ, მაგრამ ვიცი რომ დანიელს დღეს განსაკუთრებული ნაძირალა ყავს ჩვენთვის. გისმენთ. სანი ჰოსტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამერიკის დროშის დანახვა მას დისკომფორტს უქმნის. მაგრამ ერთი დროშა, რომელიც როგორც ჩანს დისკომფორტს არ უქმნის, პალესტინის დროშაა. თქვი რომ არის მომენტები, როცა რომელიმე უბანში შევდივარ და ყველგან ამერიკის დროშებს ხედავ და უცებ ქავს და უცველად გრძნობ. მოდით გადავხედოთ. სანიმ განაცხადა, რომ ამერიკის აიოვის ლიგის უნივერსიტეტებში პროჰამასური რადიკალიზაცია უბრალოდ ანტისაომარი პროტესტები იყო ხო. როდესაც ბავშვები ჯიჰადისტებად იცვამდნენ და 2 წლის განმავლობაში სკანდირებდნენ ანტიფათაჰის რევოლუციას, მან ხავიერ ბარდემი დაიცვა, როცა ოსკარებზე თავისუფალი პალესტინა თქვა. ის მაჰმუდ ხალილის დაკავებასა და მოახლოებულ დეპორტაციას ეწინააღმდეგებოდა. ის ზოგადად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგიც კი იყო, როცა მათ 12 დღიანი ომის დროს ირანის რევოლუციური გვარდიის ბირთვული შესაძლებლობები გაანადგურეს. მას სურდა, ეს ყველას სწოდნოდა. ჰამასმა საბოლოოდ შერი ბიბასის ცხედარი დააბრუნა. თითქოს პრობლემა იყო ის დრო, როცა ცხედარი გამოსასყიდის სანაცვლოდ ისრაელს დაუბრუნეს. იმის ნაცვლად, რომ მთავარი ფაქტი იყო ის, რომ ის და მისი ბავშვები გაიტაცეს და ცივსისხლიანად მოკლეს. სანის შემთხვევაში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ მუდმივი და არაპროპორციული სამართლებრივი ყურადღებაა, მაშინ როცა ჰამასის, ჰეზბოლას და ისლამური რესპუბლიკის მიმართ თითქმის არანაირი. მან ისიც კი განაცხადა, რომ ირანში შარიათის კანონის ქვეშ მცხოვრებ ქალებს უფრო მარტივად აქვთ საქმე, ვიდრე აფროამერიკელებს ამერიკაში. მან ეს რეალურად თქვა ტელევიზიაში, როგორც მრავალმილიონიანი ქონების მქონე ადამიანი. ერთ მომენტში დავიწყე ფიქრი, თუ Sani Hostini ამას განზრახ აკეთებს. დიახ, ეს მისი საქმეა, იდეოლოგიური დღის წესრიგის გატარება, რათა ამერიკელი საზოგადოება დემორალიზდეს. განზრახია თუ არა, შედეგი მაინც ერთია. მაყურებლებს მოუწოდებენ არენდონ ამერიკას, არენდონ ისრაელს და დასავლეთი მთავარ ბოროტმოქმედად აღიქვან. და თუ ამერიკელები ბედნიერები, უსაფრთხოები იქნებოდნენ, ეკლესიასა და ტაძარში ივლიდნენ, სულიერად სრულფასოვან ცხოვრებას იცხოვრებდნენ, ისინი ვიუსს არ უყურებდნენ. მორალურ პანიკაზე, ისტერიასა და სტრესზე დამოკიდებულები, რომელსაც სანი ჰოსტინი მათზე ავრცელებს. და ის უმნიშვნელო იქნებოდა. კარგად გააკეთე. გულისხმობ, ფიქრობ ყველა, ანუ არა ყველა, მელისა კარგია, მაგრამ ვიუ ცუდია. კარგი, ხო. რას ელოდები იმ ადამიანისგან, ვისი მამაც, როგორც ამბობენ, მონებს ფლობდა. რა? რაზე ლაპარაკობ? მისი ერთ-ერთი დიდი ბებია. ხო, ის იყო. სინაპარი, ღარიბი. მამა. რამდენიმე თაობა. რაღაც ოჯახი, რომელიც, როგორც ამბობენ, მონებს ფლობდა. იქ რაღაც ნამდვილად უცნაურია. მას ასევე ჰყავს ბაბუა, რომელიც ებრაელი იყო, რასაც ისიც ახსენებს. ისინი ამას ძალიან ხშირად აკეთებენ, ხო? ისინი ასე იქცევიან. მე ასევე მყავს შავკანიანი მეგობრები. ხო, ზუსტად. ბელამი, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? ჩემი პასუხია, რომ ხანა, რომელიც ისრაელში იყო და შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე წავიდა და არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვით იმ დასახლებლებზე, რომლებიც გამოვიდნენ და თითქოს დააკავეს ის და ის იდეა, რომ უნდა დაიჭირო მათი მხარე, სწორედ ასე გამოიყენა მან ეს ისრაელის წინააღმდეგ. მინდა გკითხოთ, სპეციალურად ჩამოვიდა აქ იმისთვის, რომ გაენათებინა რა ხდება აქ და რას ნიშნავს ახლო აღმოსავლეთში ყოფნა. ვიღაცისგან, ვინც ორივე მხარეს აჩვენებს, თუ ვიღაცისგან, ვინც უბრალოდ აქ მოდის, რომ პროპაგანდა გაავრცელოს და შემდეგ დაბრუნდეს აშშ-ში. როგორც ადამიანი, რომელიც პალესტინის მხარდამჭერია და ისრაელის წინააღმდეგია და ვიფიქრე, გაჩუმდი
ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე, არაფერი გააკეთო, არაფერი თქვა და შემდეგ დავიწყე მისი ვიდეოების ნახვა, რომლებიც მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი ASS-ში დაბრუნდა, სადაც ეხლა ეს მისი პლატფორმა, ის ლაპარაკობს ამ ბანდიტებზე და იმ ბოროტებაზე, რომელიც მის თვალებში დაინახა ამ 20 წლის და ამ 21 წლის ახალგაზრდებში. კარგი, საბაბა პრობლემა იყო. ადამიანები უნდა აგებდნენ პასუხს ცუდი ქცევისთვის. შენ მუდმივად ერთ რამეთ მოიხსენიებ დასახლებულებს, აძაგებ მათ და ყველაფერს სხვასაც. მაგრამ ეხლა უკვე ისრაელები გააუბრალოვე და ადამიანობა წაართვი. შენ ისრაელებს ადამიანურობა წაართვი, ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში მიუხედავად იმისა, მართალია თუ არა ისინი, შენ ამას მთელ ხალხს არ უნდა უკეთებდე. და შემდეგ შენი რასის ან მელანინის ფერის გამოყენება იმის სათქმელად, რომ როგორც ყავისფერი ადამიანი, პირველად ვიგრძენი ასე, პირველად ვიგრძენი თავი ყავისფერი ადამიანივით. ცდილობ გადმოვცე შენი სიტყვები, ბოდიში რა. პირველ რიგში შენ დემოკრატი ხარ. ესე რომ შენ ყველა იმ პუნქტს ასრულებ, რაც დაგეხმარება შენი საპრეზიდენტო კამპანიისთვის 2028 წელს. მაშ, გილოცავ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაძირავა ხარ და ეხლა ნუღარ დამიწყებ ტირილს. შემდეგ ჯერზე, როცა გინდა გაიგო როგორია იყო ყავისფერი, დაიმახსოვრე, რომ სინამდვილეში ერთხელ მაინც იყავი ისეთ ადგილას, სადაც უმცირესობაში არ იყავი. მიხვდი ამას? არა. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მთელი სკანდალი იმიტომ მოხდა, რომ მან სპეციალურად მხოლოდ პალესტინელ ორგანიზატორთან ერთად დაგეგმა ყველაფერი, რათა ასეთი დრამა შეექმნა. და პალესტინელმა გიდმა ისინი განზრახ გაატარა იმ ტერიტორიაზე, სადაც გააჩერეს. ეს არის სამხედრო ზონა, სადაც არც ერთ სამოქალაქო პირს არ აქვს ყოფნის უფლება, არც ისრაელს, არც პალესტინელს. ნიშნულობა არ აქვს ვინ ხარ. იქ ყოფნა მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ. ასე რომ ეს იყო ნამდვილი მიზეზი, რატომაც ისინი გააჩერეს. ეხლა მე საერთოდ არ ვამართლებ დასახლებულთა ქცევას, მე ამას უგმობ. თუმცა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი გააჩერეს, იმიტომ რომ პოლიციას ელოდებოდნენ, რადგან გიდი და ეს პირდაპირ პოლიციიდანაა სხვათა შორის, გიდი ამას არაერთხელ აკეთებდა. ასე რომ ცნობილია, რომ ის ასეთ პროვოკაციებს აწყობდა პრობლემების შესაქმნელად. მათ დაახლოებით 90 წუთი დასჭირდათ იქ მისასვლელად. არავინ დაუკავებიათ. კარგი, არავინ. და არც არავინ დაუპატიმრებიათ. 90 წუთის შემდეგ დიდმა მიიღო გაფრთხილება, საბოლოო გაფრთხილება პოლიციისგან ასეთი ქმედების გამო და ისინი გააგრძელეს გზა. ესე რომ მთელი ეს ცირკი, რაც როკანამ წამოიწყო, უბრალოდ სასაცილოა. ანუ აშკარად ჩანს, რომ ის რაღაცა ფორმით ცდილობს კამპანიას და ეს საზიზღარია. უბრალოდ გაეთრია ჩვენი ქვეყნიდან ეგეთით. ძალიან ბევრი ასეთია, მაგალითად უკიდურესად მემარცხენე კომუნისტები, პოლიტიკოსები და ინფლუენსერები, რომლებიც ასე იქცევიან. მიდიან ესეთ პატარა პროპაგანდისტულ ტურზე პალესტინელებთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე და იგონებენ ათასგვარ ისტორიას, აწყობენ პრობლემებს. ან კიდევ მიდიან ყველაზე ქრისტიანულ, ყველაზე უსაფრთხო რაიონში, პირდაპირ კედლის მეორე მხარეს, ბეთლემში. ბეთლემში და ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს და ესე იგი გინდა ნაბლუსში ან ჯენინში წახვიდე, სადაც ყველა ჯიჰადისტს უზარმაზარი ტერორისტული ინფრასტრუქტურა აქვს. ეს სიგიჟეა. ხო. ასევე სიტყვა დაკავებული მახსენებს თაკერ კარსონის ინტერვიუს ელჩ მაიკ ჰაკაბისთან, ბაბისთან ბენ-გურიონის აეროპორტში. დაკავებული ხარ. მათ ჩემი პასპორტი წამართვეს, რაც არ უნდა ყოფილიყო. რაღაც სისულელე თქვა. ყოველ ჯერზე როცა იქ მივდივარ, პასპორტს მართმევენ. ჩაგვრა. დაკავებული, ხო. ანუ, ხო გესმის ინტერვიუს ჩასატარებლად მოხვედი და ისრაელშიც კი არ შესულ ხარ. რა პრობლემაა? ზუსტად. დაკავებული. კარგი, რუთი, ვინ არის შენი ნაძირავა ამ კვირაში? კარგი, თუ დემოკრატებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ცდილობენ არჩევნებში მონაწილეობას ან დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობას, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ალბათ ჯუჯუხეთშიც კი არ აქვს შანსი. რამ ემანუელი, ჩიკაგოს ყოფილი მერი, იაპონიაში ASS-ში ყოფილი ელჩი, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი აპარატის უფროსი. რამ ემანუელი, პირველ რიგში შენ ნაგავი ხარ და რო გამოვიყენო პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ იხენებ იმ ფაქტს, რომ შენი მამა ისრაელელი იყო და ისრაელის დამოუკიდებლობის ომში იბრძოდა. რათა გადაფარო შენი ანტი-ისრაელური, თითქმის ანტისემიტური თავდასხმები ისრაელს. და შენ ჩამოხვედი თელ-ავივის უნივერსიტეტში, რომ სიტყვით გამოსულიყავი, სადაც თქვი, რომ
ისრაელი ტერიტორიული გარიყულია და სასტიკად დაესხი თავს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ პირველი გააკეთა მეორის გამორიცხვით. და ამის პირდაპირი შედეგია ის, რომ ისრაელის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში მკვეთრად იკლებს. თქვენ ევროპა დაკარგეთ. თქვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი და ბაზარი. თქვენ მეცნიერი ხართ. გაერიცხებით საერთაშორისო კონფერენციებიდან და კვლევით ქსელებიდან. თქვენი ხელოვანები და აკადემიკოსები გამორიცხულნი არიან გამოფენებიდან და შეხვედრებიდან. 2022 წელს ამერიკელთა 55%-ს ისრაელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა. დღეს ეს მაჩვენებელი 37%-ია და იკლებს. და როგორც ამერიკის, ისე ევროპის ახალგაზრდებში, ანუ ორივე ქვეყნის მომავალში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთადერთი დიპლომატიური წარმატება, რაც გაქვთ მიღწეული, სომალილენდია. როგორც ჩემი ბებია იტყოდა, ამერიკა დაკარგეთ, ევროპაც დაკარგეთ და სომალილენდი აიღეთ. რა გარიგებაა? მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ეს ყველაზე დიდი ირონია. სცენაზე გახვედით და თქვით: რაღაცას ვიტყვი, რაც შეიძლება არ მოგეწონოთო. ხუმრობთ თელ-ავივის უნივერსიტეტი. მათ ეს ძალიან უყვართ. საუბრობთ მემარცხენე ფრთის აკადემიკოსებზე. თქვენ იცოდით, რომ იმ ადგილას თბილად მიგიღებდნენ, ასე რომ მეტყვით იმ სისულელეს. თითქოს რაღაცის თქმას სიმამაცე სჭირდება. გარდა ამისა, თქვენ აღწერეთ ისრაელ-აშშ-ის ურთიერთობები, რომლებიც არასოდეს არსებობდა. მან თქვა: დროა აშშ-შում შეწყვიტოს ისრაელის მხარდაჭერა ყველაფრის მიუხედავად. ყველა პრეზიდენტი უბრალოდ ბრმად მიყვებოდა ისრაელს. ეს სისულელეა. ასე არასდროს ყოფილა, არც კი ტრამპის დროს. იცი რა, ჯანდაბაში წადი. არა, კარლად თქვი. არც ერთ სიტყვას არ ვეწინააღმდეგები. მინდოდა რომ ის ჩემი ნაბიჯვარი ყოფილიყო. ხო, რა, ის იულის ამიზნეა. მისი სიტყვა, მისი გამოსვლა J Street-ისთვის იყო. ხო, ეს იყო დემოკრატიული ებრაული establishment-ისთვის, ვინც ჯერ კიდევ კითხულობს New York Times, ვინც ჯერ კიდევ სჯერა, რომ იცი. არსებობს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა. ხო. არა, მან თქვა 23 სახელმწიფოს გადაწყვეტა და შემდეგ დაიწყო აღწერა რაღაცის, რაც ცოტა აბრაამის შეთანხმებებს გავდა. ჩემი, ანუ ის ბიჭი და რა თქმა უნდა, იცით, პალესტინის სახელმწიფო, ამ სახელმწიფოსთან და იმ სახელმწიფოსთან და არაბული ლიგის სახელმწიფოებთან ერთად. აზრი არ აქვს, სრული სისულელეა. და სამწუხარო ისა, ზუსტად ისე როგორც როუს შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი როუიკ, რომ კულტურული კლიმატი და დემოკრატიული პარტია იმდენად რადიკალიზებულია. ერთადერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს, არის ისრაელის წინააღმდეგობა. და ის იდეა, რომ თუ გინდა პრაიმერებში რამეს მიაღწიო, ან იქნებ 2028-ში პრეზიდენტობის შანსი კონდეს, ხო? ეს უნდა გააკეთო, ხო? ფიქრობ, ისინი ამყარებენ იმას, რომ ეს უნდა გააკეთო, რაც ძალიან სულელური პრეცედენტია. და ასევე თუ შეხედავ რამ ემანუელს და როხანას, ისინი უმნიშვნელოები არიან, კარგი? რამ ემანუელი პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის. აბსურდია, რომ აქ არხმა 12-მა მას ინტერვიუ საერთოდ ჩამოართვა. ამ კაცს რეიტინგებში დაახლოებით 0.01-დან 1%-მდე მხარდაჭერა აქვს. ის კანდიდატების ათეულშიც კი არ არის. ეს აბსურდია. ეს აბსურდია. და თითქოს ჩვენც ხელი შეუწყეთ ამას. როცა მივეცით საშუალება, თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატია. ეს სასაცილოა. ხო, აბსოლუტურად სასაცილოა. საერთოდ ფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, რომ დემოკრატიული პარტია იმ მდგომარეობაშია, როცა ასეთი კანდიდატები, უვიცი კანდიდატები, რომლებიც მთლიან სურათში არაფერს წარმოადგენენ, ფიქრობენ, რომ ასე უნდა დაიწყონ თავიანთი კამპანია. ეს სიგიჟეა. მაგრამ ჩემი ამ კვირის უსინდისო ადამიანი არის ინფლუენსერი, რომელიც ლუქს მაქსინგით არის ცნობილი, ასე ეძახის ამას, სტრიმერი სინამდვილეში, სახელად კლავიკულარი. მგონი მისი ნამდვილი სახელია ბრეიდენ პიტერსი. და ეს არის ადამიანი, რომელმაც ბოლო დღეებში როგორღაც მოახერხა და ისრაელის სახელმწიფოში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის წინ მაიამის ერთ-ერთ კლუბში ჰაილ ჰიტლერს აჟღერებდა ენდრუ და თრისტან თეიტებთან, ნიკ ფუენტესთან და კიდევ რამდენიმე ცნობილ ანტისემიტთან ერთად, მათ შორის სტინგოსთან. ესე რომ დიახ, ეს კარგი ადამიანი არ არის. ეს კარგი ადამიანი არ არის. მისი მთელი იდენტობა და ბრენდი აგებულია თვითდასახიჩრებაზე, მათ შორის სახეზე ჩაქუჩის გამოყენებით, რომ ძვლები დაილესოს და მეტამფეტამინის გამოყენებით, რომ იმ წონას მიაღწიოს, რომელზეც სურს იყოს. მგონი რამდენიმე თვის წინ მანაც კი მიიღო ზედმეტი დოზა.
მას ასევე აქვს ბევრი სისხლის სამართლის ბრალდება. მას ბრალი წაუყენეს და სინამდვილეში აღიარა კიდეც, რომ პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე ესროლა ცხოველს. როგორც ჩანს, ცხოველი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ის ამას მოწონებებისისა და ნახვების გამო აკეთებდა, როგორც ხშირად აკეთებენ სტრიმერები. და შემდეგ ყველაზე მძიმე დანაშაულები, რომლებთანაც მას აკავშირებენ. მას აქვს სისხლის სამართლის ბრალდება ორი სხვადასხვა ქალის მიმართ ძალადობისა და ცემის გამო. და ასევე მის წინააღმდეგ ერთი გოგოს სარჩელიც მიმდინარეობს, რომელიც ახლა უკვე 18 წლის. მაგრამ 16 წლის გოგოსთან, რომელსაც როგორც სარჩელშია ნათქვამი, მან პირდაპირ ეთერში ნარკოტიკი მისცა, შეუყვანა რაღაც ცხიმის დამწველი ხსნარი და მეტამფეტამინი. ასევე როგორც ბრალდებაშია ნათქვამი, მან დაათრო და გააუპატიურა ის, ასე რომ ესეც არის. თქვენი ფიქრებდით, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი ალბათ არ უნდა იყოს ის, ვისაც პროისრაელური ხმები მხარს უჭერენ, მაგრამ შეცდებით, რადგან ამ კვირაში, როცა ის აქ ისრაელში იყო რამდენიმე, უმცირესობა, მაგრამ რამდენიმე პროისრაელური ხმა. ვინც გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო მასთან საუბარი, შეხვედრა და მისი სტრიმების ნაწილი გამხდარიყვნენ, რადგან შეგვიძლია ახალი აუდიტორიები მივცდეთ, მას ხომ ამდენი მინდევარი ჰყავს. მაშ, რატომ არ უნდა დაუახლოვდეთ მას და გავხდეთ მისი საუკეთესო მეგობარი? იმიტომ რომ ის ნაცისტია, შეუნანებელი ნაცისტი, რომელმაც არაფერზე მოუბოდიშებია. ასეზე რომ საერთოდ რატომ არის ის ამ ქვეყანაში, ეს სრულიად სხვა საკითხია. ამაზე შეიძლება მთელი დებატიც გაიმართოს. მაგრამ რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, ამ ადამიანს და იმას თუ როგორ ლაპარაკობს ის ქალებზე, სხვა უმცირესობებზე, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს შემაძრწუნებელია. და თქვენ ფეხქვეშ თელავთ თქვენ ზღირებულებებს, როცა ამ ადამიანს უჭერთ მხარს. ის სრული ნაძირალაა. უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან თუ უკვე არ წასულა. ჩვენ არ გვინდა რომ აქ იყო, არ მოგწონ ხარ. არ ვეთანხმები ჩვენს ღირებულებებს, არაფერზე მოგიბოდიშია. და შენი მთელი ეს თამაში, ვითომ უბრალოდ ისრაელში სტუმრობა გინდა და გინდა აჩვენო, რომ ეს შესანიშნავი ადგილია. ეს მრავალფეროვანი ადგილია და ბევრი ლამაზი გოგოა, რადგან მხოლოდ ეს გაინტერესებს. ჩვენ ამას არ ვიჯერებთ. კარგი, ზუსტად ვიცით ვინ ხარ, ზუსტად ვნახეთ ვინ ხარ და არ გვინდა რომ აქ იყო, ნახვანდის. ეს ჩემი კვირის ნაძირალაა. ამენ. შეიძლება კიდევ დიდხანს ვილაპარაკო, მაგრამ ეს სიგიჟეა. თანაც ამ ყველაფრის ფონზე ძალიან ბევრი манипуляცია ხდებოდა. ხო, და მგონია, რომ უბრალოდ მინდა ეს ებრაელ ხალხს უთხრა. 3 კვირის პერიოდი გამოიყენება იმისთვის, რომ ყველაფერი ხალიჩის ქვეშ დავმალოთ. არ უნდა ვიჩხუბოთ ერთმანეთში. თუ სხვა არაფერი, რატო ვჩხუბობთ ერთმანეთში? პრობლემა ჩვენივე შიგნიდან მოდის. ამიტომ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს. უნდა საკუთარ თავში ჩავიხედოთ, რადგან არსებობს მიზეზი, თუ რატო ვართ ეხლა გლოვის პერიოდში. თუ მართლა ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ, ჩვენ სინამდვილეში იმდენად დიდ სინათლეს ვიტანთ, რომ ბეით-ჰამიქდაში ისე ვაიკება. უნდა საკუთარ თავში ჩავიხედოთ. რადგან თუ ეს არის ის მორალური პრინციპები და ღირებულებები, რაც გვაქვს, როცა ესეთ ადამიანებს წითელ ხალიჩას ვუშლით, პრობლემა ჩვენ თვითონ ვართ ამჟამად. სრულიად სწორია. კი, მგონი ბერმა ადამიანმა ეს არ იცოდა. მე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. უბრალოდ მეგონა რომ რაღაც საეჭვო ტიპი იყო. არ ვიცოდი, არ მქონდა ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია. გონია რომ ბევრ ადამიანს გონია ასე. ისინი ვერ აცნობიერებენ, რამდენად სერიოზულია ეს ბრალდებები მის წინააღმდეგ და მისი წარსული ქმედებები. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევებიდან ზოგიერთში, განსაკუთრებით იმ ინფლუენსერებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს მასთან ასოცირება, ჩვენ ვუთხარით მათ. კი, წინასწარ ვუთხარით და იცოდნენ, ამაზე საუბარიც იყო. და მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ საჯაროდ ასოცირებულიყვნენ ამ პიროვნებასთან. სხვათა შორის, როცა ის ისრაელში იყო და ლაივ სტრიმებს ატარებდა, ის ამცირებდა და არცემდა პატივს ისრაელელ ქალებს. ის ხუმრობდა მათი სხეულის შესახებ. რა რაოდენობის ცხიმი აქვთ ან რამდენად დაბალია ან მაღალია ეს და ამბობდა, რომ სურს მათთან სექსი 5 წამით ტუალეტში. ეს საშინელებაა. არ მჯერა რომ ეს ხდება. მე მგონია რომ ზოგიერთ ადამიანს საერთოდაც არ შეუძლია გააცნობიეროს, რამდენად სოციოპათები არიან ბევრი ასეთი. American Psychos ტიპის ინფლუენსერი. აი ეს ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს უცნაური გიჟური სამყარო, სადაც ყველაფერი მხოლოდ ნახვებზეა დამოკიდებული და ისინი საშინელ რაღაცებს აკეთებენ. პირდაპირ როცა ამას აღწერ, მე წარმოვიდგენ Christian Bale-ს ფილმიდან ამერიკელი ფსიქოპათი. აი ერთ-ერთ ესეთ სიმპათიურ სოციოპათს.
და ისინი სარგებელს იღებენ იმისგან, თუ რამდენად მომწამლელი, საზიზღარი და მორალურად რა დამაზრზენი გახდა საზოგადოება. მართლა ვფიქრობ, რომ ზოგ ადამიანს უბრალოდ ვეცკი აღიქვამს ამას. ხო. ისინი არც კი იჯერებენ, რომ ეს სიმართლეა. მართლა რთულია დასაჯერებლად. ეს ნამდვილად შოკის მომგრელია. რომ ვინმეს უბრალოდ ეთქვა და მე თვითონ არ გამომეკვლია, მეც ვიფიქრებდი. კარგი, მაგრამ ეს რეალურად რას ნიშნავს? იმიტომ რომ დღესდღეობით ხალხი ბევრ რამეს ამბობს. არა, ეს სინამდვილეში მართლა ასე ცუდადაა. კარგი, სანამ დავასრულებთ, ცხადია უნდა გადავხედოთ ჩვენს გმირებს. მგონი მე დავიწყებ. ამ კვირაში განსაკუთრებით გულდასაწყვეტი გმირი მყავს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად მეტ პატივს, ვიდრე უბრალოდ კვირის გმირის წოდება. მაგრამ აშშ-ში სენატორი ლინსი გრემი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა ძალიან მოულოდნელად. ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო უეცარი ავადმყოფობა. მგონი გულის გაჩერება იყო. მაგრამ ლინსი გრემი ყოველთვის იყო ძალიან ძლიერი, მგზნებარე და მტკიცე ხმა მთელი დასავლეთისთვის. ის შესანიშნავი იყო უკრაინის საკითხში პირველი დღიდანვე. მან დაუფარავად უჭერდა მხარს ისრაელის სახელმწიფო. იცით, როგორც 7 ოქტომბრამდე, ისე 7 ოქტომბრის შემდეგ. ყოველ ნაბიჯზე ის იყო მთავარი ხმა, რომელიც თეთრ სახლსა და ადმინისტრაციას ანგარიშს თხოვდა, სიყვარულით, მხარდაჭერით, მაგრამ ასევე მტკიცედ, არასდროს ღალატობდა თავის ღირებულებებს. და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რამაც მას ირანულ საზოგადოებაში მეტსახელი ამუ ლინცი, ანუ ბიძია ლინცი მოუტანა. ის არის, რომ ის იყო ყველაზე გამოკვეთილი ხმა აშშ-ის კონგრესში ირანის ხალხისთვის. მან ეს საკითხი უფრო ხშირად დააყენა დღის წესრიგში, ვიდრე აშშ-ის კონგრესის რომელიმე სხვა წევრმა. ის ყოველთვის ძალიან ღიად საუბრობდა ირანულ-ამერიკულ საზოგადოებასთან და მათ პრობლემებზე აყენებდა მათ საკითხებს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ასევე ყველა სხვა მაღალჩინოსანთან. და ის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს. როგორ უნდა მოვექცეთ მათ, რა არ უნდა გავაკეთოთ მათთან, მათ შორის შეთანხმებების დადება და ასევე ამ რეჟიმის საბოლოოდ დამარცხების აუცილებლობა. წყინს, რომ მას არ მოუწია ამის ნახვა სიცოცხლეში, მაგრამ მისი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას უზარმაზარი მემკვიდრეობა აქვს და ჩვენ ამ მემკვიდრეობას გავაგრძელებთ და ვიქნებით ძლიერი და უსაფრთხო შეერთებული შტატების, ძლიერი და უსაფრთხო ისრაელის, ძლიერი და უსაფრთხო უკრაინის მხარდამჭერები. ვიბრძოლებთ დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, გათავისუფლებული ირანისთვის. ესე რომ, ლინსი გრემი, შენ ხარ ჩემი კვირის გმირი. მშვიდად განისვენე. ბელამი, შენ ვინ ყავს ჩვენთვის? ჩემი ცოტა უცნაურია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა ვთქვა ეგვიპტე და თურქეთი. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ გმირების სეგმენტში. დიახ, მაგრამ ესენი არიან ჩემი გმირები. და რატო? იმიტომ რომ ისინი თანმიმდევრულები არიან. მათ გითხრეს ვინ არიან ისინი კლავაც გეტყვიან ვინ არიან და ისინი ძალიან თანმიმდევრულები არიან. შაბიჯ-ნაბიჯ, შეუჩერებლად. ამიტომ ყველა პალესტინის მხარდამჭერ ქვირს, როცა თქვენ ყველანი კრუიზის გემზე ახვედით, მოусმინეთ პეტი ლუპონს, როგორ გიხვებათ, რამდენად საოცარია ეს. ყველა იმ მოგზაურობისთვის, რომელსაც ახლა აპირებთ გამოცადოთ, პატარა პორტებში ახლო აღმოსავლეთში. არაფერი გაგიელვათ თავში, რომ გეფიქრათ. მოიცადეთ, იქნებ არ შეგვიშვან, მაგრამ არა, მათ გითხრეს და თქვეს, კი, არა, მადლობა. და თქვენ თქვით, არა უშავს. ეხლა ეგვიპტეში წავიდეთ, ხო ესია? ყველა გაბრაზებული ვართ, რომ ესენი არიან ადამიანები, ხო იცით, მრავალსართულიან ფლოტილიაზე, როგორც მე უწოდებ ამ მომენტში. ჩვენ ეგვიპტეში წავალთ. ეგვიპტემ კი თქვა, არა. ესე რომ, შინაგანად, ყველა ეს მშვენიერი ადამიანი, ვინც ესე ძალიან სძულს ისრაელი, არ ეწინააღმდეგებიან რეჟიმს, დანარჩენებს, მუსლიმთა საძმოსა და ჰამას. არა, ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ ამას ტრამპისა და ადმინისტრაციის დადანაშაულებით. და ის გზა, რომლითაც მსოფლიო შეიცვალა შინაგანად ამერიკის შიგნით, სწორედ ამან გამოიწვია ეს მათთვის საერთაშორისო წყლებში. არა, ამას ახლო აღმოსავლეთი ქვია. და ჩვენ მუდმივად გეუბნებით, რომ იყო ერთი ადგილი, სადაც შეგეძლო გაჩერება. იყო ერთი ადგილი, სადაც შენ შეგიძლია იყო საკუთარი თავი. იყო ერთი ადგილი, სადაც უნდა მოსულიყავით. და ეს არის ისრაელი. მაგრამ შენთვის ისრაელის სიძულვილი ესე ბევრს ნიშნავს. იმედია თქვენ ყველა მისიამოვნეთ, დათვრით, გაბრაზდით და ნანა პატი ლუპონმა იავნანა გიმღერათ.
თან გეუბნებოდათ, როგორი საოცრები ხართ იმისთვის, რომ ყველაფერზე დგახართ, რაც თქვენს წინააღმდეგაა და რაც მოკლავთ. მადლობა ეგვიპტე და მადლობა თურქეთო. ეს არის ეგვიპტური გზა, როგორც ამას მსოფლიო ჩემპიონატზე ვხედავთ. არასდროს არაფერზე არიან პასუხისმგებლები. ყოველთვის ვიღაცა სხვისი ბრალია. მესი, სიონისტი, არგენტინელები ებრაელები არიან, მსაჯები ებრაელები არიან. ყველა ებრაელია. დანიელ, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? ჩემი გმირი ამ კვირაში ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩია. მე სინამდვილეში ხორვატიის მოქალაქე ვარ. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ჩემი ბაბუა ხორვატი იყო. ჩემი მამაც მოქალაქე იყო. მინდოდა უბრალოდ მადლობა გადამეხადა მისთვის. ის ერთ-ერთი ყველაზე პროისრაელი ლიდერია ევროპაში. მან ნამდვილად დაუჭირა მხარი ისრაელს და ამას დღემდე აგრძელებს. ხორვატიის პარლამენტმა უარი თქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე, რადგან მათ არ სურთ გატაცებისა და მკვლელობის დაჯილდოება. და რა სასიამოვნოა ეს. ესეთი საკითხები სინამდვილეში უნდა გადაწყდეს დიპლომატიის გზით და არა მასობრივი მკვლელობითა და მძევლების ახვანით. დიდი მადლობა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს. თქვენ ძალიან გამაამაყეთ, რომ ხორვატიის მოქალაქე ვართ. ასევე, რადგან ხორვატები ვართ, ჩვენ მართლაც ვაფასებთ კათოლიციზმს. ამიტომ ყველა ჩვენი წმინდა ადგილის, მაგალითად წმინდა საფლავის ეკლესიისა და მარიამის საფლავის იდეა, რომ ჩვენ იმ ადამიანების მხარეს ვიქნებით, ვინც ჩვენი წმინდა ადგილების განადგურებას ცდილობს. ხორვატ ხალხს ეს არ მოსწონს და ბალკანელების ბუნებაში ნამდვილად არ არის ნაციზმი. ხორვატია ნამდვილად ასეთია. იქ მებადურები და გლეხები ცხოვრობენ. ისინი მართლაც კარგი საღადმოაზროვნე, უბრალო ხალხია. იგივეა სერბეთშიც. და ამიტომ უბრალოდ ძალიან მადლობა მინდა გადაუხადო მას. ეს ძალიან კარგი გმირია. დიახ. ესია. ეს შესანიშნავი გმირია. ვგულისხმობ, მართლა მინდა ვიცოდე. ალბათ ეს უნდა ამერჩია როგორც ჩემი გმირი, ან როგორც ჩემი არამზადა. არც კი ვიცი რომელი, მაგრამ ანა კასპარიანის ვიდეო ბოსნიელებსა და ჰერცეგოვინელებზე. მინდოდა მეკითხა შენთვის, ანუ ასეთები არიან ბოსნიაში, თუ უნდა ვიკითხო, ასეთები არიან ჰერცეგოვინაში, რადგან როგორც ჩანს, ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. რომლებიც ერთიანდებიან სპორტში მონაწილეობის მისაღებად. ხო? რა თქმა უნდა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი ასე მუშაობს. სრულიად. Ruth, ვინ არის შენი გმირი? კარგი, სანამ გეტყვი ვინ არის ჩემი გმირი, მინდა აგიხსნა, რატომ არის ასე რთული გმირების პოვნა და ასე მარტივი ნაძირალების პოვნა ყოველ კვირას. კარგი, ჩემი გმირი ფლავიო ბოლსონაროა. ის მონაწილეობს არჩევნებში, რომ პრეზიდენტი გახდეს. ბრაზილიაში. არჩევნები ოქტომბერშია, ოქტომბრის ბოლოს. ისევე როგორც ისრაელის არჩევნები, რომლებიც ახლოვდება. ის განსხვავებით ამჟამინდელი პრეზიდენტისგან, ლულა და სილვასგან, რომელიც სრულიად ანტიისრაელურია და პალესტინის სახელმწიფოს უჭერს მხარს, ის აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. მან თქვა, რომ ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა ღაზაში. მან თქვა, ყველა ჩვეულებრივი საზიზღარი რამ, ის სოციალისტია, ის ნაგავია. და აი მოდის ბოლსონაროს შვილი, რომელიც ასევე იყო ბრაზილიის პრეზიდენტი ორ სხვადასხვა ვადაზე. მან ინტერვიუ მისცა. ფლავიომ ამ კვირაში ინტერვიუ მისცა ისრაელის მე-14 არხს და ის იყო ძალიან მომხიბვლელი და მხიარული. და მან თქვა, მე ყოველთვის დაუდგები ისრაელს გვერდში. და თუ მე ამირჩევენ, არა მხოლოდ გადავიდან საელჩოს იერუსალიმში, არამედ გავაფართოებ ჩვენს თანამშრომლობას ისრაელთან ყველა შესაძლო გზით. სრულად აღადგენთ ბრაზილიის დიპლომატიურ და სამხედრო კავშირებს ისრაელთან. მე არ ვაპირებ მხოლოდ რეაგირებას ამ ურთიერთობებზე, არამედ ვაპირებ მათი გაფართოებას. მაინც მზად ხართ ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის? დიახ, თავრობის დასაწყისშივე, როგორც კი ზუსტად ის გავაკეთებ, რასაც ვაპირებ. გავაგზელებ იმას, რაც პრეზიდენტმა ჟაილ ბოლსონარომ დაიწყო. ეს მართლაც საოცარია და ჩანს, რომ ლათინურ ამერიკაში ახლა თითქოს ერთგვარი აღორძინება ხდება. აღარ არის მხოლოდ არგენტინა. ყველა ეს ქვეყანა ახლა მიმართულებას იცვლის, რაც კარგია, ძალიან სასარგებლოა მათთვის. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მიჭირს გმირის დასახელება და გეტყვით რატომაც. ფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, რომ როცა ვინმე სწორად იქცევა, მას გმირს უწოდებთ. ეხლა რა თქმა უნდა, არსებობენ ნამდვილი გმირები. არსებობენ ომის გმირებიც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცეცხლმოკიდებულ შენობებში შედიან, რათა სხვები გადაარჩინონ, ისინი გმირები არიან. პრობლემა ისაა, რომ დღეს
თუ ვინმე სწორის მხარეს დადგება, რაც თავისთავად ცხადი უნდა იყოს, ჩვენ მას გმირს უწოდებთ და სწორედ ამიტომ მე ამ ტერმინით თავს უხერხულად გრძნობ. და მაინც იმდენი ნაძირალა. დიახ, სრულიად მართალია და ძალიან კარგი შენიშვნა. ხშირად ხდება, რომ სტუდიაში გადაღებაზე მოვდივართ და ვამბობთ, ვინ უნდა იყოს ჩემი გმირი? ხო, ასე რომ აბსოლუტურად მართალი ხარ. იქ გარეთ ბოროტი სამყაროა. ესეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოდნავ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დიახ. ჩვენ ერთმანეთი გვყავს. დიახ. ჩვენ უნდა დავასრულოთ, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც უყურეთ The Quads JNS-ზე. და როგორც ყოველთვის, მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით.